დაუბრუნდით ისე პირდაპირ ეთერში განმაგზავნა სამედიცინო თემებზე საუბარს. ამ ბლოკის თემა არის წყალი და წყლის მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისათვის. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი არის ლიკა ხოსროშვილი, თერაპევტი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. ეს საინტერესო რჩევებს აძლევთ მაყურებელს. ჩემი ირაკლი, სანამ ირაკლი მოვა ჩვენამდე, არაფერს ვერ ვაგრებ. თავარია რომ წყალი დავლიოთ და არ აქვს მნიშვნელობა რა ჭიქით დავლიოთ პრინციპში. ჩემი დილა როგორ იწყება მოგიყვებით, მე და ნუკა ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, როდის იყო ნუკა დაახლოებით 1 თვის წინ, ხო? მენახევრის წინ. რომ დღეში დავლიოთ 2 ლიტრად წყალი. გადიოდა ისე დღეები, რომ გადიოდა დრო. როგორ? გადიოდა დრო. გადიოდა დრო. ასე იწყება ჩემი დილა. დილას ქალბატონიკა თქვენგან მაინტერესებს, რამდენად სწორად ვიქცევის. დილით სანამ ვისაუზმებ, მაქვს 300 გრამი წყალი, რომელსაც ღამე ვავსებ და დილას უზმოზე ვიღებ ამ 300 გრამ წყალს. შემდეგ უკვე სადღაც 20 წუთის შემდეგ ვსაუზმობ და დღის განმავლობაში ვცდილობ, რომ ეს წყლის რაოდენობა ავიდეს 2 ლიტრი დაახლოებით. და კიდევ ერთი დეტალი, რომელთაც ძალიან გახარებული და გატაცებული ვარ, ეს არის აპლიკაცია, რომელიც გადმოვიწერე ჩემს ტელეფონში, სადაც შეგვყავს ის მაჩვენებელი, რამდენი დავლიეთ, რამდენი წყალი და ჩვენი სხეულის დღიურ ბალანსს გვაჩვენებს. ანუ ახლა მე მაქვს დალეული ახლებამდე. ნუ დილა პრინციპში ეხა იწყება ყველაფერი წინ არის. თუ თქვა დავამატებ და ჩაის დავლე და დღეს დავლიე ჩაი სამწუხაროდ ჩვენი წყლის ბალანსი ცოტა იკლებს ქვემოთ და ჩამოდის. ანუ ეს იმაზე მეტყველებს ალბათ, რომ ყველასი ნებისმიერი სითხის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ პირდაპირ მნიშვნელობით წყალს. აქ არის ლაპარაკი მხოლოდ წყალზე, იმიტომ რომ კოფეინი, რამდენადაც მე ვიცი და ალკოჰოლიც ახშობს წყალს. დიახ, შარდმდენია ესე რომ ვთქვათ და წყალი იკარგება ორგანიზმიდან. რამდენად სწორად ვიქცევით მე და საკო და მე მგონი რაღაცა ისეთია, ტენდენცია და ძალიან ბევრი მოდურიც არის ნამდვილად წყლის. მინდა გაგახაროთ, რომ სწორად იქცევით. ორი ბლოკია გახარებული. იმიტომ რომ ჩვენ ეს პირველ ბლოკს რაღაცნაირად ეხმიანება ზამთრისთვის მზადებას, იმიტომ რომ ამ ზამთრისთვის მზადების იმაში შედის, რომ სითხეებით უნდა დავიტვირთოთ საკმარისი რაოდენობით. ან პრობლემა ის არის, რომ ზამთარში უფრო ნაკლებად წყურდება. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან არ ცხელა ხო, მაგრამ მაინც უნდა მივიღოთ. მაინც უნდა მივიღოთ, მაგრამ აი ზუსტად გააჩნია რა კლიმატურ პირობებში ვიმყოფებით. როცა არის უფრო მეტი აორთქლება, უფრო მეტი ტემპერატურა, მაშინ სითხის რაოდენობა შესაბამისად უფრო მეტი შეიძლება უნდა იყოს 2 ლიტრზე მეტი მივიღოთ იმ შემთხვევაში თუ ძალიან ცხელა დავში. როცა უფრო მაღალია ტემპერატურა და როცა ამდენი დანაკარგი არის სითხის ორგანიზმის სხვადასხვა გამოყოფს ამ სითხეს, მაშინ უნდა მოხდეს ამის აუცილებელი შევსება. ზამთარში ეს შედარებით უფრო ნაკლებია, ხო, უფრო ნაკლებ სითხეს ვკარგავთ დაბალ ტემპერატურაზე, მაგრამ სითხის მიღება აუცილებელია, იმიტომ რომ სითხე ჯერ ერთი 2/3 ჩვენი ორგანიზმის წყალია და წყალი არის აუცილებელი ყველა 70% წყალი ვართ ჩვენ. ხო, რომ ის ნივთიერება და წვა, ის ყველა ორგანომ რომ შეასრულოს თავისი ფუნქცია, ამისთვის აუცილებელია ორგანიზმში იყოს წყალი. როცა ორგანიზმის გაუწყლობა, დეჰიდრატაცია ხდება, რასაც ეძახიან გაუწყლობას, ანუ 2% სითხე როცა 2% რა არის, ხო, 70% ისახა. უკვე კლინიკურად ვლინდება, ანუ ჩნდება უკვე ის ჭივილები, გამოშრობა იქ უკვე წყლისმა ერთგვარი თავის მოვლა არის. რა თქმა უნდა, ესეც ძალიან ბევრ რამეზე მოქმედებს, იქნება ეს სახისკანი, იქნება ეს სხვათა შორის ქრონიკული დაღრილობა, რადგან ჩვენ ხშირად გვისაუბრია წინა სეზონზე. ზოგადად იდეა რომ დაგვეწყო ალკოჰოლით ამ აქციას. უფრო ენერგიული ხარ, სახისკანის მდგომარეობაც ჩემს შემთხვევაში ნამდვილად გაუმჯობესებულია, კი. და კიდევ ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. მე მინდა რომ სტუმრები მოვიხმოთ ჩვენთან სტუდიაში, რომლებიც ის ადამიანები არიან ყოველ დღე აი ესე სვამენ ჩვენნაირად ბეჯითად წყალს. წყლის კლუბიდან არიან. კი, რა კაი სახელია. ვიკა ბუკია ჟურნალისტი. დათი გორგლიშელი მომღერალი. მოდი ჩვენთან რა ვიკა. ორივე იქით. რა კი. მოდი. როგორ ხარ? სულ რამდენიმე ხნის წინ ვიკა ბუკია ჟურნალისტი, მაყურებელმა რომ კარგად გაიგოს, რატი გორგლიშელი მომღერალი. მოგესალმებით. სულ რამდენიმე ხნის წინ, დაახლოებით 1 კვირის წინ, ვიკამ Facebook-ზე დადო სტატუსი, რომ რაღაც ცხოვრების სტილი შეიცვალა მთლიანად, იძინებს ადრე და სვამს ბევრ წყალს.
ადრე დაძინებას როგორ ახერხებ ფიზიკურად? წყალი არის ბევრი. აღარ ძალიან ბევრია, იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საერთოდ არ ვსვამდი და ეხაც წაი ძალით სვა, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ მაინც ამ ყველაფრის. არა, შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტი ახლა არ არსებობს ერთ კვირაში ხარ გამომასდი, მაგრამ რაღაც მე მგონია რომ შედეგი მაქვს. ვიკა, მინდა დაგაწნა, რომ სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ესეთი სტატუსი იდება, რომ ძალით სვავ არ მინდა ამდენი წყალი, მაგრამ მეც ესე ვიყავი თავიდან. ძალიან გვიჭირდა საკო გაიხსენე, ძალით სვავდით და ვამბობდით, რომ ეს ქრონიკულ დაღლილობას კი არ უშველის, ვეღარ ვიძრევით. იმდენად არ გვინდოდა და ძალით ვსავდით, მაგრამ დროთა განმავლობაში ერთ კვირაში დაახლოებით მიხვდები, რომ მოთხოვნილებაც კი გაგიჩნდება, რომ ძალიან მეტის მომცემი პროგნოზი. თუმცა რაღაცა შედეგს ხო ატყობ? ხო ხარ ბევრად უფრო ენერგიულად, თუ არა? ბევრად უფრო ენერგიული. ხო და ცოტა მეუხერხულება რომ ვისაუბრო რომ აი რაღაცა შედეგებზე ხა. მე მაინც ვფიქრობ რომ მე რაღაც ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ ვარ, რადგან ვიცი რომ ძალიან სასარგებლოა წყალი და რადგან საერთოდ არ ვსვამდი და აი კატასტროფა მჭირდა. აი 2 ლიტრი იყო კვირაში კოკა-კოლა. საერთოდ არანაირ ანუ კოკა-კოლას ხო ვსვამდი. ყავა გაზიანსას. აი ხოთაშორის იმ ჩემ სტატუსში მაგასაც ვამბობდი რომ აი ყავაც შევამცირე ასე ვთქვა. ჩვენ მე ყავა მოვიღეთ საერთოდ აღარ. ხო, ანუ მინდა რომ დღეში ერთ ფინჯან ყავას მაინც სვამ ნალექიანს ეგრეთ წოდებულ თურქულ ყავას, მაგრამ ну ის მომენტია რომ იმდენად ანუ მგონია რომ ძალიან სასარგებლოა რომ რაღაც მგონია რომ უკვე მაქვს შედეგი ასე ვთქვა. თვითშთაგონებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთ წელიწადში მართლა იქნება რაღაცა შედეგები, უფრო ენერგიული ვიქნებ, კანისთვისაც ძალიან კარგია, თქვენ უფრო მეტი გეცედინებათ ამის შესახებ. რატის არ ვკითხოთ? როგორია შენი ჯანსაღი ცხოვრების წესი? და რამდენად იცავ ამ წესს 2 ლიტრი წყლის? აჭრელებულია შენი ფოტოები, მარტო წყალზე არ წყლის მსმელთა კლუბში ხარ. ანუ მე ესე ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა წყალი, ზოგადად ძურვა, ბასენის წყალი ძალიან ბევრი მიყოლები. ამიტომაც გამოიყურება ესე კარგად. ხო, ისე აი სიმართლე გითხრათ, ძალიან დიდი ენერგია აქვს წყალს ჩემთვის. რატომღაც აი სულ ყოველთვის რაღაცა ვცდილობდი, რომ არ თვითონ ორგანიზმი მთხოვდა, სიმართლე გითხრათ და არ ვიცი ეს ყავას რაც შეეხება ხოლმე გისმენთ ყავით ალბათ სითხეს ვერ იღებ ხო არა კარგავი მე მგონი არც ყავით და არც წვენით და არაფრით მე სასარგებლო არის მაგრამ წყალი მაინც თავიდან რაც სულ კითხულობდი და აი სუპი მიყვარს ძალიან და წვენი მიყვარს და არ შეიძლება წვენს დავლევ სუპს დავლევ რა არა წყალი წყალს არაფერს არ წვენს სულ ამბოლო დროს ანუ რაღაცა პერიოდი მივეჩვია გაზიან სასმელს აი გაზიანი მე მგონი ძალიან მე მგონი აი შეკითხოთ ხოლმე რომ ლიკას ხო არ ვკითხოთ ყავა მიუხედავად იმისა რომ ბევრ წყალს ვსვამთ ყავა უნდა მოვიღოთ თუ არა და გაზიანი სასმელი 4 ლიტრას ვსვავდი დღეში კი იმიტომ რომ მე სპორტითაც ვიყავი დაკავებული და ანუ ზოგადად ძალიან ბევრ წყალს ვყავდი ორგანიზმის ნუ ანუ შესაბამისად ითხოვდა მაგრამ აი ესე ხანდახან ყოფილა რომ 5 litrას დამილ აი ესე რომ მოაქვს სადმე ან რესტორანში ან სადმე ისევე როგორც ყველაფერში აქაც ხوار გმართებს რაღაცა ზომიერება და დილას უზმოზე მიყვარს წყალის დალევა ძალიან რა თქმა უნდა ზომიერება ყველაფერში საჭიროა მაჟორის წყლის მასშიც მაგრამ რა თქმა რომ როცა ფიზიკურად ვიყავი აქტიური ანუ როცა წყალი გამოედინება ორდით ხარ და რაღაც ფიზიკურად აქტიური ხარ ან რაღაც ფიზიკურად მუშაობ ამ დროს იმდენად გაძლიერებული არის ნივთიერებადაცვლა იმდენად ორგანიზმი თვითონ მოიხმარს აი ამ ნივთიერებადაცვლის პროცესებში რომ ორგანიზმი მჭირდება თან აორთქლება თან დანაკარგიც არის ხო ორთქლდება უფლისახლით გამოიყოფა ის სიტყვა ამიტომ შეიძლება ამ თუ დაუშვათ ისეთ ყოველდღიურ ყოფაში 2 ლიტრი წყლის მომხმარებელი ხარ როცა სერიოზული სპორტით ხარ და დავკავებული ან რაღაცა ფიზიკურად ხარ დატვირთული მაშინ შეიძლება 3 ლიტრამდეც ახვიდე ამ შემთხვევაში მაგრამ არა იძულებით რომ 3 ლიტრა თავისი წესები ხო გამიგია რომ ჭამის შემდეგ ნაკლებად სასურველია რომ ბევრი წყალი მივიღოთ და ჯობია რომ ჭამის წინ მივიღოთ სითხე ხო
თუმცა მე მგონი ამას ძალიან ტემპერატურა დაყენებული წყალი ჯობია თუ ონკანი და როგორც კი მოუშვებთ, მაშინ ვერ შეგვიძლია რომ დავლიოთ. კი, რა თქმა უნდა, წყლის როდის ვსვავთ და როგორ წყალს ვსვავთ, ხო? ონკანიდან ჩამოსხმული იმ წუთში რომ მიიღო, მე მგონი ჯობია დააყენოთ. ნამდვილად დააყენ ოთახის ტემპერატურის წყალი, იმიტომ რომ ცივი წყალი მაინც სტრესია ორგანიზმისთვის, ეს არ არის სხეულის ტემპერატურის შესაბამისი, ამიტომ ამას იქ როცა ჩადის კუჭ-ნაწლავში ასეთი წყალი ხდება ამ სისძარღვების სპაზმირება, იქ მიდის ფერმენტაციის და მონელების პროცესი და ეს მონელების პროცესი შესაბამისად ჩერდება ამ ცივ წყალზე, ანუ რეაქცია აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ამიტომ ჯობია რომ იყოს ოთახის ტემპერატურის წყალი, რომელიც მიიღებს პირიქით დაეხმარება ამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტს საკვების მონელებაში და შესაბამისად ისიც რომ ეს წყლის მომხმარებლები რაღაცა კუჭ-ნაწლავის დარეგულირებული აქვთ მოქმედება და ეს წონის კლებისკენ მიდიან, აი ესეც აქედან არის ხო შეიძლება ანუ რაღაცა პერიოდი, ახლა ეს პერიოდი, ანუ ზამთარში გარდამავალ, არ ვიცი, რაღაცა პერიოდი მაქვს ხოლმე რომ ვჩერდები, ანუ წყალს აღარ ვთხოვს საერთოდ თუ ფიზიკურად, აი გზნობ რომ სავსე ვარ თუ არ ვიცი და ეს რა იწვევს ამას, ანუ ძალიან ბევრი ადამიანს ექნება ასე ალბათ. ხო, ზოგადად ამბობენ, როცა გინდა, უნდა დალიო, თუ არ გინდა, არ დალიო, მაგრამ აი რომ ამბობ მე რო არასდროს არ ეს არ გამოდის. არასდროს არ დალევა არ გამოდის. არასდროს დალევა არ გამოდის. როცა აქტიური ხარ, როცა დადიხარ სამსახურში, ხარჯავ ენერგიას და სითხით უნდა აუცილებლად მოხდეს ორგანიზმის შევსება. მაპატის ანუ შეიძლება რომ სიტყვაზე ყავას მიირთმევ. ხო, აი ამ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. ყავა და გაზიანი სასმელები და წყალი. რაც შეეხება კოფეინს, კოფეინი თვითონ მედიცინაშიც ესეთი წამალია კოფეინი, ამიტომ როდესაც ხან ყავის მოყვარული პაციენტები მთხოვენ ხოლმე რომ აი ერთი ჭიქა ყავა თუ შეიძლება ყოველთვის ურთავდებას ერთი ჭიქა თან მithumetes თურქული ყავა, კარგი თურქული ყავა, ეს ატონიზირებელია და ანუ დასაშვებია და შეიძლება ამ სრული აკრძალვა თუ ამათი ორგანიზმის მოთხოვნილი პარი თავისუფლად შეგიძლია. მაგრამ გაზიანი მე ვიცი რომ სასურველი არ არის. ხო. გაზიანი სასმელები, ჭარბი რაოდენობით კოფეინი, ალკოჰოლი, ესენი პირიქით, ესენი დეჰიდრატაციული, ანუ შარდმდენები არიან, გამოყავთ და ორგანიზმიდან აძევენ სითხეს. თავი რო დავანებოთ ისიც გამიგია რომ ერთი ფინჯანი ყავის მიღების შემდეგ უნდა დავლიოთ 2 ჭიქა წყალი მაინც, რომ არ განეიტრალოს. ზუსტად ესე ვიქცევი მე სხვათა შორის. მოდი ხო ნახოთ მე არ ვიცოდი თუ ყავას მე ძირითადად ვაყოლებ წყალს, რატომღაც ესე მინდება, ოღონდ არ ვიცოდი რომ ესე იყოს საჭირო. კულტურა არის ხო? მეც რა მაინტერესებს, არ მინდა რომ ან რეკლამა, ან ანტირეკლამა გამოგვივიდეს, მაგრამ ძირითადად ვსვავ ნაყიდ წყალს. რამდენად შეიცავს საჭირო მინერალებს ყველას, რაც საჭიროა ორგანიზმისთვის. მე როგორც ვიცი, უფრო გამაგრებულია ონკანის წყალთან შედარებით, არა? ყიდულობ რა თქმა უნდა, სულ გარეთ რა ვარ, აბას ხო, მაგას ვამბობ, ძირითადად მიწევს გარეთ ყოფნა და აქედან გამომდინარე ვყიდულობ. ხო, ჩვენ კონკრეტული არც ერთი წყლის რეკლამას არ ვეწევით, მაგრამ ზოგადად ასეთი წყლის მიღება უფრო სასურველია, იმიტომ რომ ეს უფრო დამდგარი, უფრო მინერალიზებული, უფრო დამუშავებული. მაშინ მე გეტყვით ერთ რამეს. ესე იგი, როდესაც ვარჯიშობ, ანუ ონკანის წყალი უფრო კარგად მოქმედებს. აი გზნობ რომ საკუთარი თავზე აქ ხო რაღაცები. ხო, მართლა, ვიდრე ნაყიდი წყალი. ესე იგი, მაპატით შებერ აი გამძიმებს. პირდაპირ რომ ჭყიპავს, ხო? აი, როდესაც ნავარჯიშები მიირთმევ ბოთლის წყალს გულის, ხო? ანუ აი რაღაცნაირად ძალიან ცუდად მოქმედებს და ონკანის წყალი არ არის ეგრე. და ეს რა სხვაობებია არ ვიცი. მინერალები ონკანის წყალი. აი რაღაცა უფრო ჩემთვისაც ონკანის წყალი უფრო გემრიელია. ხამე რო გეღვიძება წყურვილისგან. და ერთი კითხვა შეიძლება. აი დღეში ვსვამ სიტყვაზე 10 ჭიქა ყავას, ანუ ჩაის არ ვსვამ. სიტყვაზე. ძალიან 12 ნერვოზი. არა, იცი, აი ხო რაღაცა მიყვარს, ყავით ცხოვრობ და ანუ შეიძლება რომ სიტყვაზე ყავა მიცვლიდეს იმ წყალის ძალების სურვილი რა. აი, კითხვა მეც მაქვს, მაგრამ მგონი არ შეიძლება. ხო არ ჯობს რომ
ითით რა ზოგადად ისევე როგორც ჩაი, ასევე ყავაც, სადაც აქვს დამოკიდებულება. ანუ თქვენ რაღაც დამოკიდებული ხართ ამ სითხეზე, რომელიც, რა ვიცი, არ არის სასურველი ამდენი რაოდენობით. დარწმუნებული ვარ, აი, ისე როგორც პაციენტს ვეუბნები, მოპარე შენ თავს სიგარეტის ღერები. აი, მოპარე შენ თავს ყავის ჭიქები და შეამცირებ ნამდვილად. მაშინ რა ვიცხლის არაფერი წყალს არ გვიცლის, ერთადერთი შეიძლება ხილი, რომელიც შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს კი ბატონო, კითშიც ძალიან დიდია. საზამთრო, ყურძენიც. ეს იყო ერთადერთი, აი, სხვათა შორის წლების განმავლობაში, ანუ ხო ვთქვი, რომ უკვე წყალს საერთოდ არ ვსვამ, საერთოდ რა, ანუ კვების დროს ვსვამ, მაგრამ ისე რომ წყალი დავლია, შეიძლება 45 გრადუსის სიცხე იყოს და წყალი არ დავლია, ის საოცრებაა და ერთადერთი ესე იგი ჩემი ორგანიზმი იღებდა წყალს ბოსტნეულიზე, რომელიც ძალიან მიყვარს და საერთოდ ესე ვთქვათ, მიყვარს ბოსტნეული ხილი, სუპები, სალათები და კიდევ კარგი რომ ალბათ ამით რა თქმა უნდა, ამ საფრთხეც მიღებული წყალი ითვლება. ხომ არა მარტო წყალზე არ არის, ანუ მე უბრალოდ ზოგადად ჩემ მეგობრებსაც სურჩევას ვაძლევ ხოლმე და ანუ მინდა რომ ეს პატარა გადაახვევასავით გავაკეთო, ანუ კვების მოაწესრიგა სწორი კვების ანუ ზოგადად შემწვარს ვერიდები. როგორ ზრუნავს დამაგარი. აი ხო, სულ ხოლესტერინი, წარეკი მიყვარს, აი ცოტა ვერა სკაფიკვება არის გამოიღე, ასე ვთქვათ. დღის განრიგი. მე კი არ ვერიდები არ მიყვარს, არც მიყვარს. ერთი პერიოდი იყო, როცა +15 კილოგრამი ვიყავი, საკოს ახსოვს მე მგონი. სტუდენტობის დროს, როცა გიждდებოდი ესეთ საკვებზე ზოგადად, მაგრამ ეხლა არც მინდა, არც მიყვარს რაღაცა. მე კი მიყვარს მე მაინტერესებს კითხავ, საკუთარ შეიძლება გინდა და მე მაინტერესებს უბრალოდ გამიკაი, ჯერ შენ დასწრე მე მე. მაინტერესებს ამბობენ რომ წყალი არ უნდა დავლიოთ დღის მეორე ნახევარში, რაღაც 8 საათიდან 6 საათის შემდეგ, 8 საათის შემდეგ არ არის რეკომენდებული წყლის დიდი რაოდენობით მიღება. და ღამე, როდესაც გვეღვიძება წყურვილით და ვიღებთ აი ჩემი ერთი მეგობარი, მაგალითად ღამის განმავლობაში სვავს დაახლოებით 2 ლიტრად წყალს გვერდით. გასთან მთელი ღამე სვავს. ცუდია. ხშირად აწუხებს რაღაცა შეშუპება პრობლემა ფეხებზე, თვალის გარშემო. არა, ღამე წესით უნდა გვეძინოს. ხო, მაგრამ წყურვილი რო გაღვიძებს. ხო, აი მაშინ არ უნდა გვაღვიძებდეს წყურვილი. აი ეგ არის კენცური ფაქტი, რომ წყურვილი გვაღვიძებს. რომ რაღაცა წესით და მოწესრიგებული ცილით გვეძინოს. არც და ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, ანუ როცა ეს ყველაფერი წესრიგშია და ნორმაში, ანუ სურვილს უნდა გავყვეთ, ანუ ჩვენ უნდა დავლიოთ ამ შემთხვევაში წყალი, თავი უნდა შევიკავოთ. მივირთვით, მაგრამ მოდი გადაიკონტროლეთ თქვენი მდგომარეობა, განსაზღვრება. ეს არ არის ორგანული, ეს არ არის ბუნებრივი. ეს არ არის. მე ერთი რაღაცის აღნიშნე ახალგაზრდები ბრძანდები და შეიძლება რაც გინდათ, როგორც გინდათ, ყველაფრის უფლება მისცეთ თავს, მაგრამ ახალგაზრდები ბრძანდები თქვენს. შეიძლება ახლა გვისმენთ ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც აწუხებთ სხვადასხვა პათოლოგიები გულსიჩაღ და სისტემის ხრი, სადაც ზუსტად სითხის მიღება არის შეზღუდული. სადაც უნდა არეგულირო მიღებული და გამოყოფილი სითხის რაოდენობა. როცა მიღებული სითხე აღემატება გამოყოფილ სითხის რაოდენობას, მაშინ იქ ჩვენი ეს მთავარი გამოყოფი სისტემაში რაღაცა პრობლემაა და ამ დროს არის ხო შეშუპებები, რაც მე ვახსენე. რა თქმა უნდა, როცა უკვე ყველაზე მთავარი რაც არავინ არ იცის საქართველოში და მე მგონი ძალიან ცოტა მიცის წყალს. მე ვიცი და განახებ შენს დოკუმენტებს. წყალს აქვს ფსიქიკა თურმე. ეს არ არის არავითარი მისტიკა, ამაში ეს არის დამტკიცებული სამეცნიერო. მე მომისმენია სათაშორის მოყევას. ჩვეულებრივად არის ცდები ჩატარებული, რის შედეგად სამეცნიერო დადასტურდა და ამას აღიარეს მთელი სამყარო, რომ წყალს აქვს ფსიქიკა. მასზე ზემოქმედება მის ქიმიას ცვლის. ანუ თუ წყლის ჭიქას ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, არ თქო დიდი ხანი, ცოტა ხნის განმავლობაში დავწვირთავთ ნეგატიური მუსიკით ან ლანძღვით, მისი ქიმიური შემადგენლობა და ზეგავლენა სხეულზე იცვლება. სად მომისმენია მეც შენ კი არ მომისმენია, გიორგი ჩაგვიტარა ერთხელ ლექცია. ერთხელ, იმიტომ რომ რაღაცა მახსოვს. ესეთი უცნაური რაღაც არის და ეს არის დამტკიცებული სამეცნიერო. ჩვენ მეზობელმა მითხარ პოლიტიკოსების გამოსვლებს. მადლობა შეუბნებიან წყალს გალერის წინააღმდეგ. ანუ
ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკოსის გამოსვლა, ну ხანდაზმულ მეზობელი, რომელიც შემთხვევით შევესწარი ამ ფაქტს, ასვენინებდა წყალს, ვიღაცა ცნობილი პოლიტიკოსი გამოდიდა და ვეკითხებ რასაკეთებ. მეგონი ჩიბაობაში გადავედი. არ გონია წყალი დამოხტულიყო პოზიტიური პოლიტიკოსის ნაცვლად. შეიძლება მე გიყვები ამბობს, რასაც შევესწარი. შემდეგ სვამდა ამ წყალს და ჯეროდა რომ ანუ რაღაცა საოცრება ხდება მისთან. მე პოლიტიკოსი არ ვიცი, მაგრამ მინახავს იაპონიაში ჩაატარეს და ბახსას მენინებდნენ და შემდეგ რამშტაინს და გვაჩვენებენ გამადიდებლით რა ემართება მოლეკულებს. წყლის მოლეკულებს? რა ემართება, როგორ იცვლება? ძალიან საინტერესო. წყალს, რომელსაც ეფერებოდნენ რაღაცა მშვენიერ სიტყვებს ეუბნებოდა და მეორეს რომელსაც და მე ეს გაყინეს ეს წყალი და ერთი იყო უმშვენიერესი რაღაცა დაკრისტალ რაღაც მოზაიკა ულამაზესი და მეორე იყო რაღაცა საშინელი. არ ვიცი ხა ეს რამდენად ერთი თვის განმავლობაში ტარდებოდა ეს. ვიცი რომ ჩვენს გვერდზე მოვიდა რაღაც კითხვები. კი, ხო, უნდა მეთქვა ცოტა ხანი მაყურებლის კითხვებს დავუთმოთ დრო. აინტერესებთ ვისაც პატარა ბავშვი ყავს და ის ბავშვი ალერგიულია, მაშინ რა უნდა ვქნათო? ალბათ ლაპარაკი არის მასე თაფლიანი წყალი. არანაირად, ვინც ალერგიულია და ვითი შეიძლება ჩავანაცვლოთ მაშინ. ჩანაცვლოთ თუ ალერგიული აქვს ცოტა ზედმეტი სიფრთხილეა, იმიტომ რომ არის საუბარი იყო იმუნიტეტის გაძლიერებაზე. იმიტომ რომ შეიძლება იგივე ლიმონმა, იგივე ციტრუსმა, ამიტომ მსმენია რომ სტაფილო არის ძალიან კარგი იმუნიტეტისათვის და სტაფილოზის თუ ალერგია თუ ალერგიულია, მაშინ ესე ხელაღებით ვერაფრის რეკომენდაციას ვერ მივცემ. ჯობია რომ აბების სახით მიიღოს ეს ვიტამინები? თუმცა თუ მკვეთრად არის გამოხატული და საკმაოდ ცივი მაგასაც უნდა გაყვევა რომელი აბი შეიძლება და პედიატრთან კონსულტაციის და ალერგოლოგთან. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, მოკლედ თუ თქვენი ბავშვი არის ალერგიული. არის კიდევ ერთი რამე შეკითხვა? თან დაკავშირებით იმდენი კითხვა დავსვით რა ეჭვმა გამოვწურეთ და რა გენაგლებად თალების წინ უთხარით წყალს მადლობა ან რაღაცა პოზიტიური სიტყვა და მადლობა უნდა უთხრა გიორგი მასწავლის როგორ უნდა მოვეკეთე ეუბნება ხოლმე მე მავისწრა მაგრამ დილას როსო მადლობა კარგი რასაც აკეთებს ჩემი აზრით არის რომ აი გამიგია რა ნაოჭების სამბავში ძალიან სასარგებლოა აი რაც 30 წლის გავხდი ზუსტად და გამოვუცხადა ბრძოლა ნაოჭებს ძალიან კარგია მე არ მიყვარს ხოლმე მაინც და მაინც ტელეეკრანებიდან რაღაცა სხვა ანუ ვისაც აწუხებს ეს პრობლემა რაღაცა რეკომენდაციებს რომ ვაძლევთ როგორ უნდა მოუვარონ სახისკაც იმიტომ რომ ეს რაღაც ბევრ ფინანსებთან ჩდება და ძალიან უხერხულია ასეთი რჩევების მიცემა მაგრამ აი წყალი რომელიც საერთოდ არის უფასო და სასარგებლო ძალიან კარგი მადლობა მე მინდა დიდი მადლობა გითხრათ სტუდიაში მოგწარეთ მადლობა წყალს განვაგრძელოთ მოკლედ ამ რეჟიმით ცხოვრებას ბევრ წყალს მართლა გამართლდა ის გამოთქმა წყლის ზალა მოგცეს ღმერთმა თუმცა უბრალო ფრაზა არ ყოფილა ალბათ ლიკას განსაკუთრებული მადლობა ორი ბლოკის განმავლობაში დაგვტვირთა ძალიან ბევრი რჩევებით სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა წარმატებები დამიჯერე რომ მალე ძალით აღარ დალევ წყალს და რეკლამა გამოვაცხადოთ ხო რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით დაგველოდეთ